მია, სად მივდივართ? ქონას დაბადების დღე. ქორნას დაბადების დღეში. ქორნა ვინ არის? ჩემი მეგობარი. შენი მეგობარი რა უნდა აჩუქო? ვაუჩერი. ვაუჩერი, რისი ვაუჩერი? წიგნების თუ სათამაშოების? სათამაშოების. სათამაშო, რატო წიგნის არ ჯობია? მარტო მე მიყვარს წიგნები. წიგნების კითხვა მარტო შენ გიყვარს, ქორნას არ უყვარს? არა. არ უყვარს, ამიტომ სათამაშოების ვაუჩერი უნდა ვაჩუქოთ. მოკლედ, ვისაც გაინტერესებს თუ როგორ აღნიშნავენ დაბადების დღეს სამხრეთ აფრიკაში, მაშინ გამოვყევით. Call the land. I don't What did you say? Tell me. So what? You ready up? თვითონ მიაურჩევს საჩუქარს იცის რაც უყვარს თავის მეგობარს. ვაუჩერს სამწუხაროდ აქ არ ყიდიან. გიგანტური თვითმფრინავი შეურჩიეს. კიდევ სხვადასხვა პატარა სათამაშოებიც. Don't like it. Batman, if you like Batman. I'm sure you would. It's a reading book. And then color. I don't know if the color. აბა რა უნდა მაჩვენოდე? აბა რა გინდა, რა გიყიდო? აბა სად არის? მაჩვენი აბა. Maybe let's go to another one. I'm also going to do it. Come guys. If they give me help, I'm going to hold it. You must give it to Connor, alright? You give the big. Don't break it before you but be careful. Mommy, should you open it? Should we put my name on it? ჩანთაზე თავის სახელს აწერს მია. დაგველოდე, AJ. I don't drop it. Don't put it on your head. Mia, hey, I got almost Tommy. Don't touch the color. Hello. Look how big you got! Airplane! Yeah, it was good. It was good. But fun. It was a good one, yes. This is giant! It's ginormous! Happy birthday. Happy birthday. Happy birthday. About the size of the egg? Okay. Where'd that go? Whoa! Where did that go, bamboo? Yeah. A bamboo! A bamboo! And they needed to make a new brick just for the...
სამხრეთ აფრიკაში და ზოგადად აფრიკას იმხელა ტერიტორია უკავია, რომ აქ კორპუსების აშენების საჭიროება არ არის. შესაბამისად, ყველა კერძო სახლში ცხოვრობს. განსაკუთრებულ ყურადღებას ეზოების მოვლას უთმობენ სახლთან ერთად, რა თქმა უნდა. აქ ნახავთ სხვადასხვა დეკორაციებს ეზოსთვის, ყვავილებს, რაც მთავარია სიმწვანეს და ძალიან ბევრ ხეს. შესაბამისად, დაბადების დღეებსაც სახლებში აღნიშნავენ. ასეთი ეზო რომ გექნება, რაღა გასართობი ცენტრი უნდა ეძებო. ყველა სახლს აქვს აი ასეთი გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, რომელსაც ძირითადად ხისგან აშენებენ. ასევე ოჯახების უმრავლესობას ყავს თუთიყურში, რადგან სამხრეთ აფრიკა გამოირჩევა ამ ჭიტის მრავალფეროვნებით და შესაბამისად მთელ მსოფლიოში ხდება მათი ექსპორტი. აქ სტუმრებისთვის საჭლის მზადება მიმდინარეობს, ხორცს წვავენ ბურგერებისთვის. დაბადების დღე რომ უფრო მეტად სახალისო გახადონ ბავშვებისთვის, თითქმის ყველა ოჯახი ქირაობს ასეთ ბატუტებს. სასმელებისთვის კუთხეს ცალკე აწყობენ ხოლმე. საჭმელებისთვის ცალკე სხვადასხვა ხემსები იყო ბავშვებისთვის მაგიდაზე. ასევე სტუმრებს ხელცარიელს არ უშვებენ დაბადების დღიდან და ასეთ პატარა საჩუქრების ჩანთას ამზადებენ ხოლმე. ეს ბებიეს გამომცხვარი ტორტია. ეს კი მაშმელოსგან არის გაკეთებული, ვინაიდან ჩვენს იუბილარს ძალიან უყვარს ლეგო და შესაბამისი თემაც აირჩია. დაბადების დღე რომ უფრო ფერადი და სახალისო ყოფილიყო, ნახეთ სხვადასხვა ფერად უღებავს ბავშვებს მასპინძელი. Leila's hair looks cool. Look. I dyed my hair. AJ-მ ყველა ტკბილეული დააგემოვნა, რაც კი მაგიდაზე იყო და თან ერთი ცალი მამიკოსთვის მოქონდა, მარტო არ მიირთმევდა. You are so cool, Yankee. თამაშების დროც მოვიდა და ნახეთ ჩამწკრივდნენ ლამაზად რიგში. დაბადების დღის თემა გახლავთ ლეგო, როგორც გითხარით და თამაშის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ აი ამ ამობეჭდილ ლეგო სტანზე ბავშვებმა თვალახვეულებმა უნდა მიამაგრონ თავები. ვინც უფრო სწორ პოზიციაზე დასვავს ამ თავს, გამარჯვებულიც ის იქნება. Yes. That's what we like. Other left. Up. 3, 4, 5. Okay, go. Walk. Straight. In the middle. In the middle. There we go. Oh, wow. Yesterday. Stick, don't feel stick. Okay, we have a winner. Eddie's the winner. და ედი გახდა გამარჯვებული. გამარჯვებულ საჩუქარიც გადაეცა. Butt spray. Well done. მერე საზამთროთი და ბურგერებით გაგვიმასპინძლდნენ. AJ გიждდება აი ამ ტრანსფორმერებზე და ჩვენმა იუბილარმა სათამაშოდ მისცა თავისი ბამბლბი, რომლის სიხარულს საზღვარი არ ქონდა.
ეს საინტერესო ლეგო სანთლები ნახეთ ტორტზე. მოვიდა როგორც იქნა ტორტის ჩაქრობის დროც. უგემრიელესი ნამცხვარით დავაგემოვნეთ ქორნას ბებიის გამომცხვარი და მოვდივართ სახლში საშუქრებით, რა თქმა უნდა. მე ძალიან მომწონს სამხრეთ აფრიკაში როგორც აღნიშნავენ დაბადების დღეებს და ვფიქრობ რომ ბევრი რამის სწავლა შეიძლება. დანარჩენი შეფასება უკვე თქვენთვის მომინდია, შემდეგ ვლოგამდე გემშვიდობებით, მიყვარხართ.